წარმოიდგინეთ, ტელეფონზე გირეკავთ მეგობრული სასიამოვნო ხმა, რომელიც უსაფრთხო ინვესტიციას და ფინანსურ მოგებას გთავაზობ. ჩვენთან ეს საუბარი ალბათ რამდენიმე წამში დასრულდებოდა, რადგან საფონდო ინვესტიციები არც თუ ისე პოპულარულია, ხოლო სოციალური ფონი საკმაოდ მძიმე. თუმცა კოლ-ცენტრებში მომუშავე თაღლითები ხანდაზმულ ადამიანებს ძირითადად ევროპასა და შტატებში ურეკავენ. ამ ზარების მეშვეობით კი ყოველწლიურად ასეულობით მილიარდ დოლარს ითვისებენ. ზარალის მასშტაბების მიუხედავად დამნაშავეები ხშირად დაუსჯელად მოქმედებენ, რადგან ისინი ერთ ქვეყანაში ხსნიან ოფისებს, მსხვერპლებს სხვაგან ეძებენ და მოპარულ თანხებს საერთაშორისო ანგარიშებზე ათავსებენ. ეს კი მათი კვალის პოვნას და შესაბამისად სამართლებრივ დევნას საკმაოდ ართულებს. მათი მსხვერპლი ხშირად პენსიონერები და ხანდაზმული ადამიანები არიან, ანუ ისინი, ვინც მოსალოდნელია, რომ დანაზოგს ან პენსიას ფლობენ, ნაკლებად ერკვევიან ციფრულ ტექნოლოგიებში, უფრო მარტივად შედიან კონტაქტში ადამიანებთან, ან სულაც მარტოსულები არიან. ბევრს უკვირს, როგორ ენდობიან პოტენციური მსხვერპლები თაღლითებს. ამ ეპიზოდში მოგიყვებით, რა კონკრეტულ სქემებს იყენებენ სკამერები ადამიანების მოსატყუებლად. კოლ-ცენტრებს მუშაობის დეტალური ინსტრუქციები აქვთ. ისინი ოფისებს თანამედროვე ბიზნეს ცენტრების შენობებში ხსნიან, სადაც ღია სამუშაო სივრცეებია. გარედან ეს შენობები ტექნოლოგიურ სტარტაპებს გავს. ერთ-ერთი ასეთი ცენტრი თბილისში, მაგალითად, ტელემარკეტინგის კომპანიად იყო რეგისტრირებული. ყველაფერი იწყება პოტენციური მსხვერპლის მონაცემების მოპოვებით, რომელსაც ლიდებს უწოდებენ. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს ასევე თაღლითების პარტნიორ მარკეტინგულ კომპანიებს. ისინი ინტერნეტს ავსებენ ყალბი რეკლამებით, როგორიც არის მაგალითად ცნობილი სახეების რეკომენდაციები, რომლებმაც თითქოს და ახალი საინვესტიციო პლატფორმა აღმოაჩინეს და ახლა თქვენს გიზიარებენ. მაგალითად, შეიძლება ინტერნეტში გამოჩნდეს ცნობადი ადამიანის ყალბი რეკომენდაცია კრიპტო ინვესტიციის შესახებ. მსხვერპლი ამ დროს რეკლამას ხელს დააჭერს, თავის საკონტაქტო ინფორმაციას შეიყვანს, ხოლო ეს ინფორმაცია კოლ-ცენტრს გაეგზავნება ავტომატურ რეჟიმში. ასე თაღლითები იგებენ, რომ კონკრეტული ადამიანი არის ფინანსური ინვესტიციით დაინტერესებული. ხოლო ამ დამხმარე მარკეტინგულ კომპანიებს ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევათ, თუ მსხვერპლი საბოლოოდ გააკეთებს ინვესტიციას, რაც მათ დამატებით მოტივაციას აძლევს, აიძულებს, რომ მაქსიმალურად მოიზიდონ მომხმარებელი და აგრესიული რეკლამა აწარმოოს. შემდეგ უკვე ასეთი ლიდების სიით აღჭურვილი ახალგაზრდა აგენტები პირველ ზარს ახორციელებენ. ისინი ხშირად ყალბ დასავლურ სახელებს იყენებენ და სტატუსებს მეტი სანდოობისთვის, მაგალითად, უფროსი ფინანსური მრჩეველი ენტონი. დასაწყისში მათი ამოცანა თუნდაც მცირე ინვესტიციის მოზიდვაა და მსხვერპლს სთხოვენ. დაიწყეთ მხოლოდ მაგალითად $250 და ნახავთ, როგორ გაიზრდება თქვენი შემოსავალი. ბევრ ადამიანს თუნდაც სკეპტიკურად იყოს განწყობილი მსგავსი რეკლამების მიმართ, რამდენიმე ასეული დოლარის რისკი არ ეშინია, თუ რეკლამა დამაჯერებლად არის შეფუთული და თვითონაც ფიქრობს ფულის დამატებით შოვნის გზებზე. როგორც კი მსხვერპლი პირველ $250 გადარიცხავს, თაღლითები აქტიურ კონტაქტზე გადადიან. პოტენციურ მსხვერპლს წვდომას აძლევენ ყალბ ონლაინ პლატფორმაზე, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან გავს საინვესტიციო პორტალს. აქ არის მოცემული ფინანსური გრაფები, ბიტკოინის სიახლეები და ასე შემდეგ. სულ მალე აგენტი მსხვერპლს აჩვენებს და ეუბნება, რომ აი ნახე, შენ $100 უკვე გამოიმუშავე. სინამდვილეში კი ამ პლატფორმაზე ყველაფერი ყალბია. პროგრამული უზრუნველყოფა კი სპეციალურად იმისთვის არის შექმნილი, რომ მოგება აჩვენოს და მსხვერპლს კიდევ უფრო მეტი მოლოდინი გაუჩინოს. ეს არის მარტივი ფსიქოლოგიური ხრიკი, მსხვერპლი ხედავს მარტივი ფულის შოვნის შესაძლებლობას და უფრო მეტის მისაკუთრების სურვილი უჩნდება. ამ დროს უკვე საქმეში ერთვება შენარჩუნების აგენტი, რომელიც არის გამოცდილი თაღლითი და მისი ამოცანაა მსხვერპლისგან კიდევ უფრო დიდი თანხების გამოძალვა. ეს აგენტები ხშირად არიან კომპანიის საუკეთესო თანამშრომლები და ახლა უკვე მთავარი იარაღი ხდება ემოციური კავშირი. აგენტები უკვე მსხვერპლს რეგულარულად ურეკავენ, ინვესტიციურ რჩევებს აძლევენ და ზოგჯერ ოჯახის საკითხებზეც კი ესაუბრებიან, რომ უფრო დაუახლოვდნენ. ინტერესდებიან მსხვერპლის პირადი ცხოვრებით, ჰობით, შინაური ცხოველებითაც კი და ნდობის მოპოვების შემდეგ უფრო დიდი ინვესტიციების
გაკეთებას ურჩევენ, სთავაზობენ. მთელი ამ პროცესის განმავლობაში თაღლითები მსხვერპლის ემოციებით მანიპულირებენ. ისინი ეძებენ მარტოსულ ადამიანებს, ამშვიდებენ მათ, სიხარბეს აღძრავენ, ასე ვთქვათ, მათში და მათი შიშებით იკვებებიან. ვინც მერყეობს, იმათზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ, ზოგჯერ ინტიმურ საკითხებზეც კი ესაუბრებიან. მათ აქვთ კონკრეტული გაწერილი ფსიქოლოგიური სახელმძღვანელო, თუმცა ყველა ადამიანის ინდივიდუალური სურვილებიდან გამომდინარე, მას არგებენ აი ამ თაღლითურ ტაქტიკებს. თუ მსხვერპლი ეჭვობს, ან ფულის გამოტანას ცდილობს, აი ამ არარსებული პლატფორმიდან, აგენტები უკვე ტაქტიკას ცვლიან და გადადიან მუქარაზე ან დაშინებაზე. მაგალითად, ახლა თუ უკან დაიხევ, ყველაფერს დაკარგავ. ან მორიგი მანიპულაცია შეიძლება ასეთი იყოს, რომ მოგების გასანახდებლად კიდევ 10% საკომისიო არის გადასახდელი და მსხვერპლი ასე დაუსრულებლად ეხლება ხაფანგში, რომელიც არ სრულდება, სანამ ის არ გამოფხიზლდება და ნამდვილად შეიტანს ამ ყველაფერში, ან სანამ ბოლომდე არ გაკოტრდება. გამოჟანილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ თაღლითები არარეგულირებულ გადახდის სისტემებს იყენებენ. თანხა, რომელსაც ისინი გამოიმუშავებენ, მიდის ფიქტიურ კომპანიებში, ხშირად ეს არის სხვა ქვეყნებში გახსნილი ანგარიშები ან კრიპტოვალუტის საფულეები და ეს ქსელი არის ძალიან რთული გასაშიფრი. სკამერები ასევე ძალიან კარგად იცნობენ თანამედროვე ფინანსური სისტემის სისუსტეებს და სარგებლობენ კიდევაც ამით. შესაძლოა იფიქროთ, ვინ იმუშავებს ასეთ ადგილას, მაგრამ კოლცენტრები, რომლებიც თაღლითური სქემებით ადამიანებს ძარცვავენ, ხშირად იზიდავენ ახალგაზრდა, განათლებულ, მრავალი ენის მცოდნე ადამიანებს, ეს არის მათთვის იაფი ფულის შოვნის საშუალება და მათი დაქირავების სტრატეგია ძალიან გავს ლეგიტიმურ ბიზნეს საქმიანობას. ისინი ეს კომპანიები ვაკანსიებს ესეთი პოზიციებისთვის აქვეყნებენ, როგორც არის მაგალითად გაყიდვების წარმომადგენელი, კლიენტთან მომსახურების აგენტი ან ფინანსური კონსულტანტი. ახალი თანამშრომლები ინტენსიურ ტრენინგს გადიან, მათ აძლევენ წინასწარ დაწერილ სცენარებს და ასწავლიან ფსიქოლოგიურ ხრიკებს, სადაც ხშირად მორალური ასპექტი არის უგულვაყოფილი ან დამახინჯებული. მაგალითად, კიევის მილტონ გრუპში ერთ-ერთმა მენეჯერმა პირველივე სამუშაო დღეს თქვა, რომ ბავშვობიდან ოცნებობდა ხალხისთვის ფულის მოპარვაზე, ეს ცინიზმის სამომავლოდ ოფისში იქცა მათი კულტურის ნაწილად. ყველაზე წარმატებული თაღლითები მდიდრულ პრემიებს იღებენ. ძვირადღირებული შვებულებები, შოპინგის ტური, ბრილიანტების სამკაულები. მენეჯერები აწარმოებენ სპეციალურ სასახელო დაფებს, სადაც საუკეთესო შემომტანების სია არის წარმოდგენილი. ასევე პომპეზურობით გამოირჩევა კომპანიის წვეულებები, სკამერები არც თავად ერიდებიან თავიანთი მდიდრული ცხოვრების დემონსტრირებას სოციალურ ქსელებში. საგამოძიებო ჟურნალისტიკის და ინფორმატორების წყალობით ამ კრიმინალურ ქსელს უკვე ბზარები უჩნდება, თუმცა ონლაინ თაღლითობა ზოგადად გლობალურ მასშტაბებს აღწევს მსოფლიოში და შეიძლება ითქვას უკვე კონკურენციას უწევს ნარკოვაჭრობასაც კი თავისი მასშტაბებით. მით უმეტეს, როცა ხელოვნური ინტელექტით გენერირებული პროგრამების დახმარებით ახლა შესაძლებელი იქნება უფრო დამაჯერებელი deepfake-ების შექმნა, ამიტომ ამ თემის ირგვლივ ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის გავრცელება სხვებსაც დაეხმარება, რომ არ გახდნენ მომავალში თაღლითების მსხვერპლები.